გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას თაქ-შოუს ეთოქზე. დონალდ ტრამპი ამერიკის 47-მე პრეზიდენტი გახდა ოფიციალურად. ინაუგურაციაზე პირველივე განცხადება, რაც გააკეთა, იყო რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი: კაცი და ქალი. ამაზე ლიბერალებს მთელი მსოფლიოსი, რა თქმა უნდა, კრუნჩხვები დაეწყოთ. არა და კაცმა უბრალოდ სამეცნიერო ფაქტი დაასახელა. სხვა არაფერი. მაგრამ ხომ იცით, ლიბერალები, სულელები, ისტერიულები, დრამაქვინები რაჯობია მათი ბღავილის ყურებას. ამას აკეთებს ტრამპიც. აპირებს რომ ლიბერალური წესრიგი მიწასთან გაასწოროს და გააძლიეროს ოჯახური ფასეულობები და ტრადიციული ღირებულებები. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა მშვიდობის უდიდეს მნიშვნელობას მსოფლიოსათვის და ერთ-ერთი პირველი, რასაც ოვალურ ოფისში შესვლისთანავე ხელი მოაწერა, იყო განკარგულებები დიპ სტეიტის გამოვლენისაგან გაწმენდის და უცხო ქვეყნების ამერიკული დაფინანსებების გაჩერების. იქნება ეს უკრაინისათვის დახმარება თუ NGO-ბისათვის გამოყოფილი ფინანსები, რომელიც სხვა ქვეყნებში ლიბერალიზმის მოძლიერებას თუ რევოლუციების მცდელობებს ხმარდებოდა. მოკლედ, ვიზია ტრამპი დაბრუნდა და დაბრუნდა მქუხარეთ. თუმცა ჩემთვის და ალბათ ყველა ქართველისათვის ერთი რამ არის საგულისხმო. ტრამპი საუბრობს ყველა იმ საკითხზე, იქნება ეს კრიტიკის ხაზი თუ გაძლიერების ფლანგი, რაზეც ბოლო 2 წელია ქართული ოცნების ლიდერები აქტიურად საუბრობენ. აბა შეხედეთ. შარშან ქართულმა ოცნებამ მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რასაც აქაურმა ლიბერალებმა, ნაცებმა და გარედან დაფინანსებულმა სხვა აგენტებმა უწოდეს რუსული კანონი და დემოკრატიის განადგურების მცდელობა. ტრამპი პირველივე ბრძანებას გასცემს, რომ ამერიკამ შეწყვიტოს ყველანაირი დაფინანსების გაცემა, სანამ მათი მიზნობრიობა არ დადგინდება. ასევე აქტიურად საუბრობს ტრამპი მასკი და მისი გარემოსთვის უახლოესი წევრები NGO-ების რეგულირებაზე. ქართულმა ოცნებამ შარშან მიიღო კანონი ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს LGBT პროპაგანდის შეზღუდვას, სქესის შეცვლის ოპერაციების აკრძალვას და ასე შემდეგ. ტრამპი ინაუგურაციას ხსნის სიტყვებით, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი: კაცი და ქალი. ხოლო ყველაფერი სხვა არის LGBT პროპაგანდა და შესაბამისად მიუღებელი. ტრამპი საუბრობს მშვიდობის აუცილებლობაზე, მშვიდობის შენარჩუნებაზე და ომში არ ჩართვაზე, რასაც ქართულ ოცნებას 2 წელია ლიბერალები სალანძღავ თემად უტრიალებენ. მოკლედ, თანამედროვე ლიბერალიზმის, ანუ იგივე ფაშიზმის მზე სულ მალე საბოლოოდ ჩაესვენება. ისტორია კი აუცილებლად შეაფასებს, რომ ამის საწყისი ძლევამოსილ ამერიკამდე საქართველოში დაიბადა. რაღა დაგიმალოთ და ძალიან შეძრწუნებული ვარ. მას შემდეგ, რაც დოიმ 10 დღიანივად მისცა ხელისუფლებას აქციების დროს დაპატიმრებული კანონდამყრობების გამოსაშვებად, ამ ვადის ამოწურის შემდეგ კი დაანონსა, რომ 2 დღის შემდეგ დაიწყებდა მოქმედებას ხვალინდელ დღეს შიშის თვალით უმზერ. დოი, გემუდარები. დაგვინდია არალიბერალი და არანაცი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და არ გვაწვიმო ცეცხლი და მჟავა. ისე ვაჟბატონი დოი ამ წუთამდე რჩება სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელად. სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, ისიც და მისი გაფიცული მსახიობებიც. და ყველაზე მაგარი რა არის, იცით? დოი პროტესტს აცხადებს იმ თეატრის კედლებში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად არის აღდგენილი. რას ვიზამთ? ასეთი უპრინციპო და მორალისაგან სრულიად დაშორებული არსებები ყავს ოპოზიციურ ავანგარდში. რაც შეეხება იმ მსახიობს, ვისაც ცდილობენ ემბლემად აქციონ და გმირის იარლიყი მიარტყან, ანდრო ჭიჭინაძეს, ეს ვაჟბატონი, რომელიც აქაო და რუსულ რეჟიმს ვებრძვიო, გამალებით იღებდა მონაწილეობას რუსულ პროექტებში. შარშან რუსეთის კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი ნინა, სადაც ვაჟბატონი ანდრო რუსული ფულით შექმნილ, რუსული სახელმწიფო ბიუჯეტისგან დაფინანსებულ პროექტში, რუსული ანაზღაურების სანაცვლოდ თამაშობს. Это вот только со мной могло случиться. Случайно в жизни ничего не происходит. 3 წლის წინ კი რუსი რეპერის ბასტას კლიპშიც მოგვევლინა. რასაკვირველია, ამაშიც რუსული ფული აიღო. რომ იცოდეთ, ბასტა არის სანქცირებული რუსი რეპერი. ხვდებით ხომ, რასთან გვაქვს საქმე? ეს ადამიანები, რომლებიც უპრობლემოდ იღებენ რუსულ ანაზღაურებას და თანამშრომლობენ რუსებთან, ჩვენ გვეძახიან რუსებს და მოღალატეებს. ანდროს დედამ სცადა შვილი გაემართლებინა, რომ ეს ფილმიც და კლიპიც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეა გადაღებული და ანდროს ვერ გააშავებთო. ქალბატონო დედა, არავინ ცდილობს თქვენი შვილის გაშავებას. მხოლოდ ერთი რამ გაითვალისწინეთ. 2022 წლამდე რუსეთი ჯერ ყირიმში შეიჭრა და ანექსია მოახდინა. და 2008 წელს კი საქართველოში ქონდა ომი, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. საქართველოს ოკუპაცია უნდა ყოფილიყო თქვენი და თქვენი შვილისთვის წითელი ხაზი, სანამ რუსულ ფულს აიღებდით. და არა 2022 წელს უკრაინასთან დაწყებული ომი. მაგრამ თქვენ ხომ უცხო ქვეყნის პატრიოტები ხართ? უკრაინა უფრო გადარდებთ, თორე საქართველოს სულ ფეხებზე კიდიათ. დღეს ამით გემშვიდობებით. შეხვდებით შემდეგ კვირას კლავ ეთოქზე.